დღეს ხუთშაბათია 21 საათი ეს არის მადის აღძვრელი პოდკასტი რომელიც იწერება პოდკასტ Point-ში პირველ რიგში აუცილებლად უნდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი დაალაიქოთ და აკომენტაროთ დონაციის ლინკიც აღწერაშია თუ მოგეწონათ შეგიძლიათ ასეც დამიჭიროთ მხარი დღევანდელი ჩემი სტუმარი კი არის ლუკა ნაჭყებია გამარჯობა ლუკა ძალიან დიდი მადლობა რომ გამომიყავი დრო და მოხვედი ჩემთან აბა როგორ ხარ რა შვები დაღლილი როგორც ყოველთვის დაღლილი ძალიან ნორმალური მდგომარეობა უკვე მივეჩვი ხო მეც დაღლილი მაგრამ მაინც გამომდინარე იქიდან როცა შრომობ და მუშაობ და შენ საქმეს აკეთებ ეს დაღლა მაინც კარგია მოკლედ მინდა გაგაცნო ჩემი სპონსორები რომლებთან ერთადაც და ჩემ სტუმრებთან ერთადაც უფრო საინტერესო და სასიამოვნო გარემოა იქნება ხოლმე ეს არის ფიზი ჯორჯია ძალიან საინტერესო ლიმონათის დასამზადებელი აპარატი სახლის პირობებში აი ესე წყალს ჩაასხამ და რამდენიმე წამში შეგიძლია რომ გაზიანი გახადო დაახლოებით 35-მდე სახეობის სიროფია რამდენიმე მათგანი აქ არის წარმოდგენილი და აუცილებლად დავაგემოვნოთ შეგვიძლია შევიძინოთ ფიზის Facebook-ზე მივწეროთ დაურეკოთ და ეგრევე მოგვიტანენ და ასევე მეორე ეს არის ბომბარი ჩემი ახალი სპონსორი ესე იგი უშაქრო მაღალი ცილის შემცველობით უშაქრო მაღალი ბოჭკოვანებით მოკლედ ეს თქვა ფუნქციური საკვები რომელსაც აქ ის რაღაც შეგივსოს თეორია ხო დაბალი შაქრით მაღალი ცილებით ესეთი შოკოლადის ფილები და შეგვიძლია რომ მე ესეც გავსინჯოთ კვილი წავკრათ ხო კვილი წავკრათ ცოტა ბოლოსკენ გემრიელი უკმა შემოვინახოთ და მანამდე შენ შეგიძლია რომ დაგაზო ეს წყალი და ერთხელ ჩააჭირე და ხო ბოლომდე ჩააჭირე კარგად არაუშვა და. სიროპი? მოიცა? სიროპს მაგაში ვასხათ თუ ჭიქაში? ჭიქაში ჩავასხათ, რომელი სიროპი ავიღოთ? აბა რას? მე მსხალს ავიღებ. მსხალს მეც გავსინჯავ. კლასიკური გემო ძალიან მიყვარს. Nice. აბა გავსინჯო მეც. მსხლის გემო არ დამიგომევნებია? ნაზია. ეთი არაპრეტენზიული. ძალიან კაია. მომეწონა. ეს ძალიან კარგია სახლში, რაღაც მეგობრებს ბავშვებს გააკეთებინო, ძალიან პრაქტიკულია მართლაც. დღეს უპრეცედენტო შემთხვევა მაქვს მაშინ, როდესაც შენთან ერთად არ ვაგემოვნებ არანაირ კერძს და მე რო დავფიქრდი, მეთქი მართალია ეს კი. ლოგიკური მგონია, ყველასთან შეგლილი მე საჭმოს ძალიან ისე ანუ ხვდები უცბად რომ აი გამორიცხულია ჯერ შევძლო პასუხი გაქცე იმაზე რა მიყვარს ყველაზე ძალიან. ხო. უბრალოდ არ მაქვს ეგეთი რაღაც რა ყველაფერი მიყვარს ძალიან. ხო. მეორე ის არის რომ ანუ ცოტა სხვანაირად უყურებ რა ანუ რატო მიყვარს რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა ვიდრე რა მიყვარს რა. ხო და თან ჩვენ ვთქვით რომ მოდი წყალზე ვილაპარაკოთო და წყალი მართლა ისეთი რამ არის რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წყალი არის უნივერსალური გემოს გადამტანია. ხო, აი წვეთით ზედმეტით რომ მოგივიდეს მე მგონია რომ კიდე რაღაც სხვაგან შეიძლება წავიდეს. შენ როგორ შეხედე? მეგობრე ზოგადად ისე ქიმიას რო დაუბრუნდეთ ესა არის რამოდენი უნივერსალური გამხსნელი. გამხსნელი შესაძლოა რომ რაშიც გზავდება რაღაცები. წყალი ერთ-ერთი ეგ არის. წყალბადის ჟეჟანგიჯიც ეგეთი რაღაცა არის. ალკოჰოლიც გამხსნელია, ზეთიც გამხსნელია, მაგრამ წყალი ყველაზე მეტია, ყველაზე ყველგან არის და ყველაზე უნივერსალური არის და ყველაზე მარტივია. წყალი რო არა არც ხრაშუნი ექნებოდა ნიახურის ღეროს, არც მარწყვა იქნებოდა ნაზი და სასიამოვნო, ანუ არც გემო მიაღწევდა ენამდე რა ვიცი, არც მარილები შეაღწევდა ხორცში, ანუ წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დავის გარეშე კულინარიაშიც არსებობს. წყლის გარდა როდესაც აკეთებ საჭმელებს, რა არის ისეთი ინგრედიენტი, რასაც აი ხშირად იყენებ ხოლმე და რაც მოგწონს? და რატომ? აბა დავიქცი. აი ამბოლო დროს თუნდაც აი რაღაც რა გამოგიყენებია. იცი ეგ სულ არის ხოლმე ყოველთვის რაღაც მომენტები ხოლმე რაღაც ინგრედიენტი გაჩნდება ხოლმე ახალი. ახალი ბაზარზე ახალი თორე შეიძლება შენთვის ახალი არ იყოს, იმიტომ რომ ხელმისაწვდომია მაგის ჩაჭერა ხდება ხოლმე ძალიან ხშირად რა. აი ბოლო დროს ძალიან მიხარია რომ რამოდენიმე კომპანიამ შემოიტანა შაქარი საქართველოში როგორც იყო შაქარი თეთრი შაქარი და არის ვიცით ყავისფერი შაქარს ვძახით და კაი ლერწმის შაქარიც ვისწავლეთ. მაგრამ ლერწმის შაქარს აქეთი 6-7 კლასიკური შაშლაკ სახეობების იქ დემერარა არის მუსკოვადო ტურბინადო სახეობებია მოლასის შემცველობის კომბინაციები განსხვავებული და
ბოდრო გამიხარია ძალიან ბაზარზე ნახე უკვე შეიძლება სარესტორანო კაი ფასებში არა მაგრამ სახლისთვის ოკეი ფასში გაჩნდა ეს მუსკოვადო რომელიც არის და მაღალმოლასიანი შავი შაქარი რომელიც არის თქვა რა ამაშიც არის რაფინირების დონეა დაბალი და ეს არომატული კომპონენტები ლერწმის მოძებს ძალიან ბევრი და ყველაფერი გემრიელი გამოდის მარტივად თუ соуსი გინდა ცოტა მოცხარო გავუკეთო ხორცზე ეგეც კი უფრო მაგემოსია ორცხობილ გამოაცხო უფრო გემრიელია სიროპი გააკეთო უფრო გემრიელია ბევრი მდიდარი გემო მაქვს და ეხლა რო ზამთარია და ზამთარში ტკბილი მაინც სხვანაირად მიაქვს ესე ვთქვათ იმიტომ დეპრესიისთან ბრძოლის ხერხი არის მაგიტომ ალბათ აი მუსკოვადოს შაქარი არის ბოლო რაც ძალიან მიყვარს ეგ გზა რო გავაგზავნო რა არის ისეთი ინგრედიენტი კიდე მაინტერესებს რომელიც აი ეხლა შემოსული არის ბაზარზე და უფრო მეტად მომავალი აქვს რომ გამოიყენონ აი მაგალითად მე პირადად რავი ამგონია რომ ეხა ტრენდი წამოვიდა მაგალითად ლოყების გამოყენების იმაში კერძებში ჩვენს გვაქვს მენიუში ჩვენ გვერდზე მე რესტორანს აქვს მენიუში ძროხის ლოყების გამოყენება. თუ ლოყა ზოგადად არის ძალიან უხეში ხორცი იყო და აროს არიყენებდნენ ხოლმე ეს მასიურად კულინარიაში ფარში ან რაღაც ეგეთი იყენებდნენ ხოლმე და ეხა იმიტომ რომ დიდი ხანი თუ მოხარშავ კარგად ისე ნაზდება და ისე რბილდება როგორც არაფერი სხვა და მაგიტომ ალბათ აი რაღაცა მგონი ლოყება აი ხა დაიწყება იმიტომ რომ ფასი იზრდება ჩვეულებრივი ხორცის ნაჭრების ძალიან შედრებითი აფიანჭრები რაც იყო იმათი კარგად დამუშავების ეპოქა მოდის ესე ვთქვათ და აი მგონია როგორც აზიაში არის მაგალითად აი ყუდებს იყენებენ ძალიან გემრიელად მაგალითად ყუდებისგან გამოდის სასწაული ბულიონი ყველაზე მაგარი ნახარ შეკვა გამოდის ყუდებისგან ზოგადად და ბულიონს ხო მაგრამ ლოყებისგან კაი ჩათოშული ისე და იგივე რაღაცა ანუ კანჭების ჩამონათლები რაღაცები სადაც გემრიელ რაღაც არომატებს იძლევა მაგრამ კლასიკურად ძვირი აღარ რა აი მაგის პერიოდი მოდის ეგრე მგონია რა ანუ ლოყები ყუდები ყურები რაღაც ნაჩი აი რაც კლასიკურად დიაფენი პროდუქტები რომელსაც სწორედ თუ დაამუშავებ ძალიან მაგარი რაღაცები გამოდის ხომ არ ფიქრობ ეს იმიტომ არის რომ აი უფრო ახალი გემოები და ახალი მიმართულებები აღმოაჩინონ და უფრო მეტად ეგზოტიკური იყოს კერძი. ახალს მეც ვერ აღმოჩინდი და ვერ საქართველოში მაგალითად აი როგორც ვთქვით ახლა ლოყები და ყუდები არ არის მოდაში. უფრო ახალზე ძალიან უფრო კარგად დავიწყებული ძველი, მაგრამ მის გამინდა რომ ახლა თან ჟღერადობაც აქვს რა ცოტა ისე ჟღერს ანუ ზოგისთვის ესე ჟღერდეს რომ ლოყები და ყუდები მაგრამ ვიღაცების სხვები არიან კატეგორია მოსაი ხოცი ყველას აქვს ერთ-ერთი მეგობარი რომ რამე დეგენერატულიას გააჟღებს და აუ კი მოდი ვქნათ რაღაცა მოდი კლიდან ხარ გადმოხვდეთ მაშინ რა ქვია წყალში და კი გადმოხვდეთ აი ეგეთი ხალხი არის დაახლოებით გურმანიც რომ აი მით უფრო უცნაურს გაიგებს ხოლმე აუ მოდი გავსინჯოთ რაღაცა ეგ რაღაც ხო და მაგას ვამბობ რაღაცა ესე წამო მიდი რაღაც ეგეთი რა მაგიტო აი მაგას მოღავ ეგეთი ხალხისთვის ცოტა აქ მაგას მოღავს მარკეტინგული ნაწილიც არის და ემოციური ნაწილიც არის მოდიება გამბედავი რაღაც გავსინჯოთ და რა ვიცი და ყუდით გვაქვს რამე უკვე საქართველოში დამზადებული არა მაგრამ ზოგადად შეიძლება ისე ჭამდი ყუდებს ვარც იცოდი ბავშვი მას ვძახით რომ ნახარში აი თვითონ ბლანტის წვნიან ნუ აი რამენ ფორვა იყო მაგალითად აი ფოხო ძალიან ისეთ კერძი არის ნამდვილი კარგი ფობა რომელიც საქონლის ხორცზე კეთდება ყუდებისგან ყველაზე კარგი ტექსტურას იძლევა და ყველაზე კაი წვენს კაი რა საქართველოს შეიძლება არ აკეთებდნენ მე როცა ვაკეთებ ხომ ფოს ვაკეთებ უეჭველი ყუდებით მოთ ეს ლოჯისტიკაა რომ ყასაბს ვერ აკავ და შემიგროვე რა ყუდები და ლუკა ესე იგი ფოს თუ გააკეთებ შენ ახლო გარემოცვაში მაინც გადაამოწმონ რომ შეიძლება ყუდებით არის გაკეთებული ყუდებით კი მაკეთებული და შორის ახლა დიდი აბათობით თუ ყურებს ვინმე ვეგანი აი წრეებს ზოგორაობს ახლა ლოყები და ყუდების ჭამაზე რო ვართ ეს სისხლიანი მკვლელი ეს ძალიან საინტერესოა საჭმლის მზადების დროს აი რამეს თუ აკეთებ ხოლმე ან მუსიკას უსმენ ან რაღაცა ეგეთი მუსიკას ვინ არ უსმენს კაცო აი მაგალითად ხო ეხა მუსიკის მოსმენა ისეთია ყველაფერი შეიძლება პოდკასტებს უყურება პოდკასტებს უყურებ საჭმლის კეთების ძალიან კარგი არის მუსიკის მოსმენაც კაია თან მუსიკა მოქმედებს იმაზე რომ რას საკეთებ მაგის მიხედვით არჩევ უბრალოდ და უფრო გეხმარება იმიტომ რომ კულინარია რითმიც არის კულინარია რაღაცა ტემპია ტაქტია ხდება მუსიკალური ელემენტები ბევრი აქვს რა მით უმეტეს ძალიან კაი გუნდი თუ ხართ რა თუ ვინარ აი განწყობა გზნობინო მაგალითად ერთ განწყობაზე იყო ყველა რაღაც კეთების დროს ეს სიმღერა ძალიან კაი დირიჟორის როლს თამაშობს ხოლმე ასე ვთქვათ რა კონკრეტული მუსიკა რა გინდა ცოტა აგრესიული განწყობა ცოტა აგრესიული სიმშვიდე გინდა სიმშვიდეზე წაიყვან და რავი ანუ კულინარიას შეიძლება როგორც კოდები როგორც ავიცი დებიუსი შეიძლება მოუხდეს ესევე შეიძლება მოუხდეს ვან ჰალენი რა ამიტომ ყველაფერზე ძალიან ისე ვარ თქო
ხო არა მე მუსიკა ძალიან ისეთი რაღაცაა ბევრნაირი რაღაცაში გეხმარება ეგრე ჩემი ერთი ექიმი რომელსაც ადრე ოპერაცია გამიკეთა ოპერაციის დროსაც ეხა ეგეც ძალიან ჩვეულებრივი არის რომ თან კონცენტრაციაში გეხმარება რაღაც ეგეთი სიმშვიდის შენარჩუნებაში ბევრი რაღაცაა კულინარიაში პროფესიონალ კულინარიაში გჭირდება რაღაცა მაგ თქვა ცოტა გულმოდგომი სიძეს გჭირდება ხომ ხდება მომენტია რა ანუ ის გამბედაობა გჭირდება ხომ რაღაცა ცოტა თავი ოდნავ ქულნა იგზნო თავი რაღაცა გამოგივიდეს ცოტა ბრავადო გჭირდება ცოტა აგრესია გჭირდება ცოტა რაღაც ტიპობა გჭირდება რომ კარგად წაიღოს რაღაცები რომ წამსი კონდეს შენი რაღაცის და შენ თავს თუ ატყუებ მაგაში და ეხმარები რომ დაიჯერო შენი ეს ლეგენდა და ეს მაგარი ტიპობა რა კერძის კაი გამოდის ხომ უფრო ხომ რა აი ეს თაობებს შორის გემოები ძალიან შეიცვალა და იცვლება ხოლმე ანუ გარდაუვალია აი ეხლა როგორი სიტუაცია გვაქვს მაგაზე სულ ეგეთ რაღაცას რომ ყველა თაობა გარანტირებული ის რომ რაღაც მომენტში ვერ მიხვდება რა არის კაი გემოობა. გინდა არ გინდა, ანუ სტატისტიკური რაოდენობა მაინც ეწყობა ეპოქის გემოს. ამიტომ ის რომ შენ მაგალითად როგორც შეფი თუნდაც რა 30 წელს მე ვერ ხდები რა არის კიდე გემრიელი, ეგა ფაქტი, ანუ ვეღარ მიყვები ტალღას ყველა ვარიანტში და მე უნდა დაიხმარო ხალხი გარშემო ახალი თაობები, ვინც მიგახვედრებ იმას თუ რა არის, ну, ასე ვთქვათ, ტრენდულს არ ვიტყვი, რა არის ეპოქისთვის შესაბამისი. იმიტომ რომ მაგალითად ხა მე რა ვიღო, ხო, TikTok-ის თაობის ბავშვებისთვის მაგალითად, ხო, წარმოდგენა არ მაქვს მაგათთვის cool რა არის, ასე ვთქვათ, და რა არის ანუ რა რომანტიკა აქვს აჭმოთან მაგალითად რა. იმიტომ რომ მე რომანტიკაც მაქვს ხოლმე, მე მაქვს ფეხზე დგომიარე სახინკლები მაქვს რომანტიკა, ან ბარბეკიუ მაქვს რომანტიკა, ან რაღაც შეიძლება ისეთი მქონდეს რაღაცა კინოებში ნახე რაც იყო 90-იანებში და 2000-იანებში დასწრეშიაც მაგრამ ნახე ეგ იყოს რომანტიკა ბარები რაღაცები შენ მაგრამ რა ქვია ვინც ეხა იზრდება თანამედროვე სერიალებზე თანამედროვე ფილმებზე თანამედროვე მუსიკაზე იმაზე იმათ სხვა რომანტიკა აქვს რაღაცების რა ვერას ვერ გავხსნე რესტორანს იმისთვის ვინც ეხა 12 წლის არის იმიტომ რომ არ მესმის მაგათი ანუ აი მარტი მაგალითად ვიხარ რა ხუმრობით ვაკეთებთ ხოლმე ხანდახან ხოლმე მაკარონი ხაჭაპურს ათე იმიტომ რომ რაღაცა ბავშვების გემო აქვს რა რაღაცა მართლა რა იმიტომ რომ აი ყველიანი ხაჭაპური არ არის ეგეთი გემოზე როგორც ბავშვობაში მაკარონიანი ხაჭაპური იყო ხოლმე რა ეგმენტი აი რა არის ამ თავის მაკარონიანი ხაჭაპური ათიშულმა არის მაგას თუმცა აი რა ვფიქრობ იცი ჩვენ როგორც წარსულიდან გავათანამედროვეთ რაღაც კერძები დავამატეთ და ახლებური ელფერი შევძინეთ ეგრე შეიძლება მათთვის ასევე ცალკე იყოს ჩამოყალიბებული ახალი მიმართულება მაგრამ ჩვენიც მერე გადაათანამედროვონ ნეტავი ეგრე გარდაუვალია ხო და ეგ ძალიან საინტერესო იქნება ეგ აუცილებელია და ეგ მოხდება კიდევაც ეგ ან ისე აი მაგას ვიძახი რომ ჩვენ ხელში არ არის ეგ ისეც მოხდება ხო გინდა ადამიანს აქვს მიდრეკილება ბუნებრივად რაღაც შექმნის პირიქით გარდაუვალი უბრალოდ ხელი არ უნდა შეუშაო და ჩვენ იმედი მაქვს რომ ჩემი თაობა და ჩვენ ანუ ჩემზე ზემოთ ერთი თაობა ხელს არ შეუშლით მაგათ რა იმიტომ რომ ჩვენ თაობას ძალიან უშლიდნენ ხელს მაგაში იმიტომ რომ რავი ყველანაირ პატარა ცვლილებაზე ვიზგინება იყო ხოლმე ამიტომ მაგალითად რა რავი ნებისმიერ რამეზე რა აი რაღაც ხვანაირს რო გააკეთებდი კონკრეტულად მე ვიძახი ანუ აი მე ვიძახი MasterChef პერიოდს მე ვიძახი ხო სანამ რაღაც ხვანაირი შეხედულებები რა ვიცი ახლა მაგალითად არის ჩვენ აი ჩემი ცოტა უფრო ჩემზე პროფესი კოლეგები ვინც არის ანუ მათი ამბიციები ცვლილებისაც იყო ხომ რო მინახია როგორი რეაქციით იყო ხომ მაგაზე ხალხი საყო მაგათ გამძლეობას და მაგით პატივისცემა მაგათ მაგიტო რა იმიტომ რომ ანუ ეს თქვათ ხალხი ძალიან პირადად იღებს რაღაცებს ხოლმე რა ზოგადად რა კულინარიაში. ყველას თუ აქვს წუმა მაინც რაღაც კულინარიულ სკილებზე, გონიათ ყველას კუთვნილება აქვს მაგაზე რა. როცა უცბად ყველა იურისტი ვერ ხდება, მაგრამ უცბად ყველა კულინარი ხდება იმენტია რა. მაგაში გეხოცები ჩაგეჭები, აი მაგაზე რა მეხსენდება, იცი? კულინარები რო არიან ვლოგერები, რომლებიც დებენ თავის ვერსიას და მაგაზე რამდენი კომენტარი წამიკითხავს, რომ ესე კი არ ხდება. აი ისე არის და ანუ მამის გამო შეუძლიათ რომ გალანძღონ ის ადამიანი, იმიტომ რომ ვითომ მათაც შეუძლიათ. ხო და ეხლა როცა შეიძლება ეგრე ამერ, როცა 19-ის ან 20-ის ხარ რა, მაგ ეგრე რაღაცები მოქმედებს ვიღაცებს. ეს ძალიან სტრესული ხო არის? პროფესია სტრესული არის კი. შენ სტრესულ პროფესიებს შორის მზარეულობას რომელ ადგილს მიანიჭებდი? ზოგადად ეგრე ამბობენ რომ ანუ დაზღვევის მხრივ მაგალითად ხო ტოპ 3 ყველაზე ძვირფასად დაზღვეულ პროფესიებში შედის სამზარეულო რა. იმიტომ რომ ყველაზე მეტი წვრილმანი ტრავმა არის რეალურად იყო ხომ სამზარეულოში ხომ თან და ყველაზე მეტ ძალიან ბევრი გრძელვადიანი ტრავმებია როგორც არის ხერხემლის და მუხლების პრობლემები და ასე შემდეგ რა. მე ძალიან ცოტა მზარეულს ვიცნობ ისეთ ქუსლების და მუხლების პრობლემა არ აქვს იმიტომ რომ დღეში 14 საათი ფეხზე რო დგეხარ ყოველ დღე თან ისე ცოტა ისეთი რაღაცაა პრობლემატური. დღეში აკეთებ 400 ტასკს აკეთებ ხდები და 400-ზე გაქვს ფიდბექი. ესე იგი ერთ ტექსტზე შეიძლება 400 ჯერ შეიძლება 300 ჯერ გაგინონ შეიძლება 300 ჯერ შეგაქონ ეგ მომენტია რა
ხო და ეს მენტალურად სწრაფული არის როგორც ეგეთი. ფიზიკურადაც საკმაოდ შრომატევადი არის. არ სულ მაგასვენები ხომ რომ ვიღაცების კულინარიის სწავლა უნდა პირველს მაგასვენები ხომ რომ იცი რა არის არ დაგავიწყდეს რომ ანუ როცა ყველა ერთობა მაშინ მუშაობს შენ ყველაზე მეც. როცა შენი მეგობრები გარეთ არიან, ვიღაცა ხონა მოიმსახურავს შენ მეგობრებს. აი ეგ ადამიანი შენ იქნები. იცოდი ისე ორშაბათს როცა ყველა სხვა მუშაობს და მარტო იქნები დასვენების დღეებში. დღესასწაულებია და ახალი წლები და რაღაცები, ისევ შენ მუშაობ, იმიტომ რომ ვიღაცამ ხონა გაართოს ეს ხალხი დაჭამოს. მე ხტები ისე, იმიტომ რომ აღარ დღესასწაულებში აღარ ემთხვევი, აღარაფერში აღარ ემთხვევი, არამედ დაბადების დღეებზე ვერ დადიხარ რაღაცა და მე საბოჯამში შენი სტაფი ხდება შენი ყველაზე ახლო ოჯახის წევრი. ეგ მეტია. მაგიტო პლუსი ეგ აქვს რომ ძალიან დიდი სიახლოვე ყალიბდება ხოლმე სამზარეულოებში და რესტორნებში ხოლმე სტაფს შორის ხოლმე და ძალიან კაი მეგობრებები ხოლმე. მინუსი ის არის რომ უბრალოდ ნუ მართლა კულინარიის გარეთ სამყარო არ რჩება ხოლმე რა. ხო. ჭამერი პროფესია არის, ყველაფერს ჭამს გარშემო რა. მაგრამ ნუ თქვა რომ ცუდია თქვა რა, მაგარი кайფი არის რაღაც ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და ახლო ადამიანს იძენ ძალიან კაი ლოიალურობა, ძალიან გუნდურობა, გვერდში დგომა არის, ძალიან ბევრი რაღაც კარგი არის, რაც მართალი მე შეიძლება მიმართლებდა ცხოვრებაში რაღაცა ეგეთი ცუდი გამოცდილებიც მქონია, რა თქმა უნდა. მაგრამ ანუ ისე ვარ რომ ეხლა მაგალითად თავი ჩემთვის ჩემი სტაფი არის ალბათ ძალიან ახლო ხალხი არის, ყველა ძალიან გვარს. ხო, ეგ ძალიან კარგია და სამსახურში რომ თავს კომფორტულად გრძნობ და მშვიდად გრძნობ. ტაქსფორა გინდა სამსახურიდან ხომ, ეგ ყველაზე კაი ინდიკატორი რა, რომ დარჩენა რომ არ გეჩქარება გაქცევა სამსახურიდან რა. ეგ არის ჩემთვის რაღაც კარგი ინდიკატორი. თან რაღაც кайფიც უნდა დაუჭირო, ხო? კაი. და შენ აშკარად დაჭერილი. მაზოხი ყველა ზარეული და კულინარი ოდნავ მაზოხისტი არის. დემომენტია რა. ნუ ახლა მაზოხისტი არის, მაგრამ ნუ ხოდები დისკომფორტთან ძალიან კომფორტულად ყოფი ადამიანების პროფესია არის. კულინარი არის რომ და სერვისიც და კულინარიაც არის რომ აი წუმან რაღაცები რომ არ გაწვა აი ფეხის ტკივილი შენთვის რომ შეიძლება არ იყოს დამაქცეველი იმ დღეს რა ეგეთი ხალხის არის კულინარია რა ან გაციება შეიძლება ხან მართლა გაციებაზე სახში უშვებთ ხოლმე ყველას მაგრამ ნუ აი რაღაცა დაანიდა აი დაეცემა და აი მას დაიბეტყავს და გავიძრებს სერვერს ეგეთი ხალხის ინდუსტრია არის რა აი ყველას ძალიან სიამაყე აქვს მისი რომ მე მივისთვის თუ გარშემო რომ აი გაიჭრა ხელი არ გააგრძელა მუშაობა ხო ეგ მეტია რა პირიქით ანუ აი რაღაცა უცნაურ მანიაკალურად ამაყი პროფესია არის ზოგადად სერვისი რა და სანამ ესე ჩამოყალიბდები გამოცდილ მზარეულად ალბათ კიდევ რამდენი საათი უნდა დაწელი ივარჯიშო ვარჯიშოზე ნუ მუშაობაზე არის ზოგადად მუშაობა ყველაზე კაი გამოცდილება ყოველთვის მე თქმა უნდა თუ კაი ადგილას მოხვდი მაგალითად მაგრამ ნუ აი საათობრივად ძალიან დიდი რესურსი და ძალიან ენერგია უნდა და სულთან ანუ სულ ტონუსში ყოფნა ჭირდება რა ეხლა მაგალითად ამასინა თქონდა უბრალოდ ჩვენ ახლა მენიუს ძალიან ხშირად ვცვლით ხოლმე რა და უბრალოდ ერთი თვენახევარი დამემართა ის სრული კრეატიული კრახი და ანუ გავიჭედე უბრალოდ ერთი თვენახევარი არც ახალი იდეა მოდიოდა არც ახალი გადაკეთების უნარი პოსტა ესე მოდიოდი ხოლმე ჯდებოდი ხოლმე და ყოველთვის ფიქრობდი მეთქი რა გავაკეთოთ ახალი რა შევცვალოთ რამე იდეა არაფერი ნული მაგრამ პლუსი ის არის დიდი გუნდი რო ხართ ეგრეთ უნდა არ აუშვებს შენ მოდი ცოტა ხანი აზრზე მოდი ჩვენ მივხედავთ სეგმენტია და აი ერთმანეთში გუნდრობის და გვერდზე დგომის ამბავი ძალიან მაგარია მანუგეშებელი თვეები მოდის ახლა დაიწყო დეკემბერი იანვარი თებერვალი ოდის კუჭის სტრესი კუჭის სტრესი ვიღაცისთვის ტვინის სტრესი რაღაც უფრო დეპრესიულად და სტრეს შენ აი ამ ყველაფრის ფონზე შენ როგორ უკლავდები ხოლმე და გააქვს აი ეს აქ ორი პროფესიული სტრესი არ მაქვს. ანუ მე ძალიან მიჩვეული ვარ ჯერ მაგას. ალბათ 5-6 წელია 7 წელი აღარ მაქვს ეს სტრესი რა. ანუ მან და ეს რაც არ უნდა იყოს მაინც გამოვა. ეგ მომენტია ერთი მაგით გამომითვალე რა. ვაგვიანებთ არაუშავს გამოვა. ვერ ვასწრებთ არაუშავს გამოვა. აი ცდილობ რაღაც არ ვიცი ხა თქვი რა პროფესიებში არის ეგეთი რაღაც მაგრამ ხო ხანდახან რა აი ჩაჭერა სამდღიანი რო გადაღებებზე შეიძლება ეგეთი რაღაც ყოფილიყო აი 3 დღე ნონ-სტოპ რო იღებ რაღაც ეგეთი და აი დილის შვიცაზე რო გამოდიხარ გადაღებიდან და რო აი ერთხელს რო გავუკიდებ და რო თენდება რაღაც ეგეთი და გათანგული რო ხარ მაგრამ რაღაც სხვანაირი სიამოვნები შეგრძნება რო ხო რა აი გადამოად 3 დღე საქმე აკეთე და აღწემი გამოგივიდა აი кайფი ეგ აი ძალიან მარტივად ხომ შეადაში ვაკეთებთ ხომ ტორტიებს ვაკეთებთ ხომ ღამე ხომ რა 3-4 მზარეულებს შევებით ხოლმე რა და ანუ ძალიან ტვინის ბრუღაა, იმიტომ რომ ბევრი გჭირდება ხოლმე 300-400 წელი გჭირდება და საათთავ თითოს გამოტარება და მობრაწვა შედება, ანუ როგორი პროცესია იცი რომ აი იწყებს საღამოს 11 საათზე და რჩები დილის 7-8-ზე ხოლმე რა.
ანუ აკეთებ ერთდები რაღაცას ხომ, მაგრამ ანუ ხოთა ყოველჯერზე ვიზახთ რომ აი ეს ბოლოჯერია მის მე აღარ გავაკეთებთ. ეს ბოლოჯერია მეტი აღარ ვიზამთ და მე ერთი სამი კვირა გავახმე და ავტორტიები ხარ გავაკეთებ. გარდა ის შეგზნა მე მაგარ кайფად გახსენდება რომ აი დელირიუმში რო ხარ და უკვე რამდენი გავაკეთეთ 670 700 აი რომ მაგას რო თვლი და ხო ცი დადიხარ кайფია მე ეგ შეგზნებაც რა და მოდი ვქნათ ისევ კიდე ერთხელ და მე ისევ რატო ვქენით მაგრამ და მე მოდი ვქნათ ისევ რა ანუ აი ჭამაც კი არ აქვს მნიშვნელოვანი ის კი გემოზე კი არ არის პროსტა აი პროცესია кайფი რა და მაგდროსაც ალბათ თან ლაპარაკობთ დროსატაროთ და ხუმრობ რაღაცა ბუდიში და აი აყლიოზის მდგომარეობა ხომ სული ხომ ხო მე და რაღაცა ხან ვიღაც სიმღერას იწყებს ხომ ხან ვიღაცა ცეკვაზე იწყებს ხან ვიღაცა რაღაცა ლექსების წერას და რავი ზოგი ამ ტორტილებს მე პურებს კეცავს და რაღაც ეგეთი და თვითნები და რაღაცები და აბა ყველაზე დიდი რამ ხალა გამოვა და რაღაც სულელები მაგით ერთობი რა სვარგზა ერთხელ ქონდა ესე პასტას ვაკეთებდით რა და просто რაღაც მე თქვით შემთხვევით ერთი ძელი გაიწეს ძელი გავაკეთეთ ეს პასტა ძალიან და ხო ერთმანეთს გავხედეთ ესე რომ ორივემ და მივხვდით რომ გაინტერესდა და ყველაზე გძელი რამ ხალა გამოგვიდოდა რა და 14 მეტრზე გავშალით პასტა რა 14 მეტრი უწყოდი პასტა გავაკეთეთ რა და ანუ აი რატო მაგრამ აი რატო მაცარა кайფია რა მომენტია და არა პროფესიული სტრესი არა პროფესიული სტრესი არის შეცხოვრებაში აღარ მაინტერესებს ეგ ამბავი. იმიტომ რომ წეღან იმაზე რომ ლაპარაკობდით ინგრედიენტებზე, რაღაცა ლერწმის, ერთი შაქრის, განხრის მიმართულებით, მან დაახსენე, რომ აი დეპრესიას კარგად ებრძვისო ეს არა ზოგადადაც, მაგრამ რაღაც ისე თქვი რომ გონია. არა, ეგ ამბავი უკვე ჩატოვებული მაშინ უკვე კარგად ბევრი უმუშავე იმაზე რომ ხო, არა, ეთემბე არ იყოს ხომ. ხო და კარგია, როგორ აი დიდი ხანია ასე ვთქვათ, ქონდა ეგ და როგორ გადალახე მაგალითად რამე შენი შეიმუშავე? კაი თერაპია, კარგი ფსიქოლოგი და რა ქვია, მიხვედრა იმისი რომ რაღაცები ყველაფერი მოგვარებადი არა, რაღაცები ბოტნო მოიშორო რაღაც პრობლემები. ანუ ეგ არის მე მაგალითად ის გადაყოლა არ უნდა გადაყოლაფერს რა. რაღაცა გამოდის არა ხანდახან ოკეი არა რა თავი არიდო. მე ძალიან შფოთვარე ადამიანი ვარ და ყველაფერზე ნერვიობდი ყოველდღე და ერთ დღეს მივხვდი რომ ანუ ესე წაი ნერვიულობ ყველაფერზე, მაგრამ და რაღაცა მე აღარაფერზე აღარ ნერვიულობ, ხტები ყველაფერზე ვინერვირებ, მე ისე იღრები რომ აღარაფერზე აღარ ნერვიულობ და აი მორჩერა. აი ყველაზე მთავარი კიდე რა არის, რითი უნდა ინუგეშო ხოლმე ხანდახან თავი ერთხელ კი ცხოვრ, მაგრამ თან პირველად ცხოვრობ და არანაირი rehearsal repetition არ ქონია და უშეშტო არა. შევადებული ყოფილი ყოველთვის გამოგივიდეს ხოლმე. არა, ძალიან მარტივი, ძალიან მისაღებია შეცდომის დაშვება, ძალიან მისაღებია. მაგას ანუ ეგ არის მნიშვნელოვანი ეგ მგონია რა მე შემაგალთ აი ჩემს ტაფსაც ხომ არასდროს არ ვეჩხუბები რაღაც ვარ გამოზდით ხოლმე ცხოვრება მაქსიმუმ გავეღადაო რაღაცაზე მაგრამ არასდროს არა უშავს გაფუჭი და არ მიიღებს მე შენ სტრესად ამის გაფუჭება ბოდიში და მოსწონია პატრონი ამ რაღაცას შენ ამაზე არ ნერვიულობ იმიტომ შენ ამაზე ნერვიულობ შენ ჯამური მდგომარეობა უარესი იქნება და შემდეგი რაღაც უარესი გამოვა არ მინდა არა უშავს. მაგაზე შეიძლება კაი უფრო რაღაც დაიკიდო. ზედმეტად მაგას უფრო უარეს შედეგს გაძლევს. მე შფოთვა უარესი არის, ყველაფერი უარესი არის. შფოთვაზე ერთ-ერთი შფოთვა რომ ჩემთვის გამართლებული არის, შფოთვა არის რომ არაფერს არ აკეთებ. აი მაგაზე ოკეი ვარ, რაღაც რო აკეთებ. ხო, იმიტომ რომ წყლანაში ვერ დაждდა და ეგეც არ არის ჯანსაღი, მაგრამ მე მაგასთან ოკეი ვარ, რომ აი უსაქმურად ყოფნის შფოთვა რომ მაქვს ხოლმე მაგაზე ოკეი ვარ, მაგრამ იმაზე ვიშფოთვა რომ რაღაც როგორ გამოვა, რაღაც როგორ არა არ ღირს. ხო, მაგრამ შენ აშკარად ძალიან ვორკაჰოლიკი ხარ, ხო? და მაგაზეც შეიძლება ხო იშფოთო, რა ცოტა ხანიც რო დაისვენო, გონია რომ ვაიმე რატო ვისვენებ? ხო, ის მეტი, მაგრამ იცი არის, ანუ მე აი ეხა ბოლო მაგ აჩემებული რა ეს რა ქვია, მაშინ რა ფილმშია, It Fell Off-ში რა Dolce Far Niente-ს რო ეძახეთ, რა Art of Doing Nothing, Pleasure of Doing Nothing თუ რაღაც ეგეთი. კი. ანუ აი ერთადერთი ფილმი არ მომწონს, იმიტომ რომ რაღაც არა მიზნობრივი ჯგუფი მაგის არ ვარ. მაგრამ თვითონ ეგ ფაზა ძალიან მიზიდავს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ფრაზაა, კი. არაფრის კეთებას არის რაღაც ანუ არაფრის კეთებაც კეთება ხვდები მეტია რა. და არაფერს შეგვიძლია კონცეპტუალურად შეხედო როგორც რაღაცას. და ანუ აი მაგალითად მე და ჩემი მეგობარი ვიყავით პირველად ავიხდინეთ ეს ჭყალებში ოცნება, ბავშვობიდან სულ ვიძახდით რომ წამო road trip-ში წავიდეთ თქო ევროპის გარშემო მანქანით წავიდეთ თქო და ევროპის გარშემო მანქანით წავედით რა. და რაღაცა მეუბნებოდ კაფეში ვიჯექით და ყავას ვსვავდით რა. აი არაფერი მეტი საჭირო არ იყო რა. აი ბოტ ყავა დავლიეთ. და ეხლა ცე ფეხებს გადადებული ვარ რომ უყურებ და ესე თან კაი ყავა იყო ძალიან. აი ყავი აი ქენით. იქ ჯდომა ვქენით.
და ძალიან კარგი 3 საათი ვიჯექით იქ და ყავას ვსვამდით. არ შფოთავდი შენ? არა, იმიტომ რომ აი ქენით რა, არაფერის კეთება გამოვიდა. იმ გზაზე სადამდეც ახლა მოხვედი, ხო? ძალიან ბევრი უარიც მიგიღია ალბათ და არა? არა, მე რაღაც ძალიან მიმართლებდა. შენ გიმართლებდა იღბლიანი ხარ? მე იღბლიანი. მე მაგას ვიძახი რომ ნუ მაინც შევას რაღაცებში ნუ მეკითხეთ, იმიტომ რომ მე ბოლოდ მართალია სულ პახაობით იყო და შრომით იყო, მაგრამ სულ მიმართლებდა ხოლმე მაგ ამბავში რა. შემთხვევით ხვდებოდი ხომ ყოველთვის შემთხვევით შეიძლება ის სტატისტიკა იყოს, როგორც ვინც მეც შრომობს უფრო ხშირად არის იმ სიტუაციაში შეიძლება გაუმართლოს, მაგრამ ეხლა თქვა რომ რაღაცა იღბლიანობა ძალიან დიდი ნაწილი არის. ცხოვრებაში შენი ყველა მშვენიერება გეგმის მიხედვით მოხდა თუ აი ხანდახან რომ იცვლებოდა ხოლმე სამყაროს სხვა გეგმები ჰქონდა, კარგიან ცუდის მხრივ, აი ხო შეიძლება ადამიანები ფიქრობენ რომ 25 წლის ასაკში დავოჯახდები, 30 წლის ასაკში ამას ვიზა, მაგრამ უცებ ჰოპ რაღაც სხვა ხდება და შენ შემთხვევაში როგორ იყო? ო რაც გეგმით თქვენი ყველაფერი ჩავარდა. რასაც გეგმით მქონდა ეგ იყო მაგალითად პროფესიასაც შეეხებოდა, ხო მე არაფერს არ გეგმავდი ხოლმე, უბრალოდ ვაკეთებდი ჩემს საქმეს ხოლმე, იმიტომ რომ ვცდილობდი რომ გამაკეთებინე ჩემს საქმეს და სიამოვნებო მიიღო ხოლმე. ეს ზოგადად? ხო, მაგრამ პროფესიის იქით ხო რაც დამიგეგმავს ყველაფერი კახით დამთავრდა აბსოლუტურად. რაც ძალაოდები მოდის კარგად ძალიან გემრიელად რა და რაღაცა მაგალითად ეხლა რაღაც ცხოვრებაში ის ფაზა მაქვს, რომ ისეთი რაღაცები კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ არც დამიშვია რომ შემოხდარიყო რა. მაგიტომ ხო და ეგ რა უცნაურია ხო სამყაროში შენ შეიძლება საერთოდ სხვა გეგმებით იყო მაგალითად შენ საერთოდ მე მგონი არც ფიქრობდი რომ ცნობილი ადამიანი უნდა ყოფილიყავი ხო ანუ ეს ვის აქ გეგმა ხო ნუ არიან ვიღაცები იცი მაგრამ შემთხვევით მე რა პროფესიას ავარჩიე კი მქონდა რაღაც შეება მაგრამ აი კარგი იქნება თქო არა ხო ეგ მან ფონე მაგის არასდროს არ მიჩალი ჩემაზე ცნობილი ყოფილიყავი არასდროს არ ნაბიჯად ამიდგას მაგისკენ რა განზრახ. ეგ კი არა დაჟე ბავშვობაში რაღაც რეალიტი შოუში ვიყავით კულინარიაში პირველში და მანდაც როგორც რომ პოსტი მითხეს რომ მოდიო. ნუ კაი მოვალ თქო რა. ანუ რო გავიგე რომ იქნება და ჩემით არ მისულა რა მან ამარ ვიღაცა მარ მითხრა რა ხარ იზამენ თქი კაი ჯანდაბას ხარ თქო რა ეგეთ. კაი რა ვიცი. აი ყოს მასტერშეფს ზეგრე ვიყავ რა. აი პირველ არხზე არავინ არ უყურებს ალბათ მაინც და რა პრობლემა. შრომის მოყვარე როცა ხარ თავისთავად მე მოდის ეს წარმატებები თუ აი იღბალიც მნიშვნელოვანია. მე რაღაც მიჩ თავი ჩავიქნი და დავიწყე მუშაობა რაღაცაზე. ანუ არ მაინტერესებდა პოსტა ვაკეთე საქმის გამოვაკეთებდი რაღაცას და არა იმიტომ რომ რაღაცები შედეგი მქონოდა რა. და მაგ საქმის გამოვაკეთებამ რაღაც დონეზე გამოიღო რაღაცეები ეს თქვა ის რომ ანუ რო არ გაინტერესებს ხოტყვის შესხმა რო არ გაინტერესებს რაღაც დამსახურება რაღაც ეგეთი რა ბევრი ადამიანს მე უნდა შენ თანამშრომლობა ხომ მე რომ მარტივი თანამშრომლო ხარ ბოდიში twins არ თმა არაფერზე ამბიციებისგან არასხავ რაღაც ეგეთი და მაგიტომ მიმართებდა ხომ შეიძლება იმიტომ რომ ბოდ ანუ არ პრეტენზიები არ მქონდა რაღაცებზე ხო, აი მნიშვნელოვანია. ხო, აი ეგ საინტერესოა, რაღაცა შენთვის რო აკეთებ. ხო, რაცნაირად ხო რა. აი მე მგონია რომ წამოგეწევა ყველაფერი რა. ანუ მეც ეგრე ხომ ვაკვირდები ხომ ისთან თანამშრომლობ ხომ მაგას ვუყურებ. ვიღაცა ვისაც თავის საქმე უყვარს, იმას ეთყობა რა. და მაგასთან თანამშრომლობა მირჩენია რა თქმა უნდა ხომ. და მაგიტო ხომ ხეზე მომუშავე იქნება თუ მშენებელი იქნება თუ მხატვარი იქნება ხო? თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი მინდა რომ იყოს, იმიტომ რომ ეს ხნარადი кайფებს მე ყველაფერზე რა. და მგონი ეგ მომენტი იყო ალბათ რომ რაღაც მომენტში ვიღაცები ხედავენ თავისთვის მოგებას ხვის შრომაში. და ეგ გამართლება ეგ მგონია რა. ეგ შენი შრომა მგონია რომ ხო როცა გულით და სულით აკეთებ და აი წინ იყურები და გვერდებზე ვიღაცებთან არ მოეპოტინები, ყველაფერი მე შენ სასიკეთოდ აუცილებლად სადღაც წამოგეწევა. პირველად თქვა ხა მასტერშეფის production გუნდს ხო ჭირდებოდათ მაგალითად ჯიური და რაღაც ეგეთი ხო მე რომ ნახეს ხო მაგალითად ხო მიხდნენ რომ მე მაგალითად გამომიყენებდნენ რაღაც ისეთ როლში რომელიც მათთვისაც კარგი იქნებოდა მომენტია რა და მე პოსტა ეგ რომ ნახეს იმიტომ რომ ვიღაცებმა გაუწეს ჩემს რეკომენდაცია იმიტომ რომ იცოდნენ ინდუსტრიაში ვინ როგორი რაღაც რა ვარ თან ასაკი თან რაღაც აი ასაკი გამართლება იყო იმიტომ რომ დემოგრაფიკულად ჩავჯექი კარგად იმ როლში რაც საჭირო იყო ხდები რა ახალგაზრდა ჭირდებოდა და თან ისე ცოდნა დიდი რა აი კომბინაცია და ახლა ისიც ხო არ არის რომ ვიღაცა ანუ იმიტომ დავჭირდი რომ კარგად გამომიყენებდნენ რაღაცაში. ეს გამოყენება ცუდი არ არის რა მაგას ამ სიტუაციაში და ეგ არის როცა შენ საქმეს აკეთებ, ხდები კარგი გამოსაყენებელი მასალა და აი გამოიყენონ და ანუ კარგი ხალხი ერთ გარშემო ერთმანეთს გამოიყენოს რაღაცეებში. აი საქმის კეთებაში. ასე ვთქვათ რა. ხო და ბარი მასტერშეფი ახსენე და აი ესე უცებ მოვიდა ეს შემოთავაზება რომ ესეც ვეძებ. თითქოს აი სუტრიარებდა ეგ მომენტი რა თითქოს რაღაც ეტაპზე გარდაუვალი იქნებოდა რომ უნდა მოხდარიყო რა. და ანუ მე სხვა კომპანია მქნას და მე ის ხო იცი რომ გამოვყო რომ აბა ისინი ვისაპირებდნენ რაღაც ეგეთი და მე გასაუბრება რაღაცები და ნუ თან ახ მასტერშეფი მარტო ის არ არის რა ქვია კულინარია არ არის მარტო ხო
შოუ არის. და ბევრიც ხონა ნაყურები მესმოდა რა პრინციპი რა არის, ხდები რომ მესმოდა ვის რა როლი უნდა ქონდეს. რაღაცებს გადამეტებით ვაკეთებდით ხომ რაღაცებს დადგმაში შევდიოდი ხომ რაღაცებში რომ ვთქვათ ეს ანუ ჟურის იმის ჟურის როლი დამეჭირა რომელიც ჭირდებოდა შოუს ნაწილობრივ ეს ვთქვათ რა. დადგმული რამდენი პროცენტი იყო რასაც ხედავდით? კულინარიოდ თითქმის არაფერი. ეგ ძალიან ყოველთვის მნიშვნელოვანი ხაზი იყო რა ეგ რა რომ ანუ იცი რაღაცას მაგალითად წინასწარ შეიძლება გაიფრთხილებინეთ მონაწილე რომ რაღაცა ხვალ იქნება ამის დღე. ან რაღაც ნაწილს არ ეუნებოდნენ ხომ რომელიც მე თვლიდა რაღაც ხომ ხდები რომ აი შეიძლება დრო ეთქვა არასწორად რამდენი იქნებოდა შეიძლება იმიტომ ხები პროდაქშენის ინტერესებში ყოველთვის ის რომ რა ქვია ისე ვთქვათ კაი შოუ გამოვიდეს და კაი შოუ გამოდის მარტო მაშინ როცა ობიექტურად იბნევა კონკურსანტი. როცა ბუნებრივი. ბევრი ვერ ხდება რა დონეზე მაგარი მოტივატორია სტრესი. და სულ ეგ რომ როგორ აკეთებდნენ საჭი აი მაგ სიტუაციაში ჩაგაგდებენ გამოყავს რაღაცა რა თვითგადარჩენის ის მუშაობს პრაქტიკულად რა მაგალითად მეც მაგალითად ხარ რო ვიხსენებ ხომ ხო ყველაზე მეტი რაღაცაც გამიკეთებია საინტერესო არის ხომ როცა იძულებული ვარ რომ გავაკეთო და სხვა გზა არ მაქვს აი ეს მექანიზმი თუ ტინში fight or flight თუ რაც არის ნიშნობა რა და გაიძულებს რაღაც გააკეთო ხომ და მაგას მეუბნები სულ რა იცი რა კი ერთ საათში აკეთებდნენ მართლა ის ამზომი რო ითხოვდა ხომ არ ითიშებოდა ხომ და აი ვინც გამარჯვებული იყო ბოლოს ყველაფერი იყო აი აბსოლუტურად პროცესს მიყოლილი კი რა თქმა უნდა რაღაც ყოველთვის იყო შეთანხმება რომ და ეხა ძალიან ისეაც ნორმალური ადამიანი რომ ვინც უყურებს მაგას ხვდება რომ ვიღაცები არიან უფრო შოუსთვის ვიღაცები კულინარიისთვის მაგრამ საბოლოო ჯამში დავყიდებით თითქმის ყველა ფინალში არავინ არ ყოფილა შოუსთვის ყველა იყო კულინარიისთვის ხომ რა ანუ თავიდან ვიყურებ ჩვენ ჟურიც ბევრად მეც ხედავდით ყოველთვის და ხედავთ ვიდრე ხედავს მაყურებელი ხო ამიტომ ახლა ვიღაცის კულინარიები შეიძლება ტიპი მე-9 სერია იყოს კი პირველი სერია მესამე სერია იყოს შეიძლება ათეულში იყოს და ჩვენ უკვე ხვდებოდით რომ ეს მე ფინალში იქნება იმიტომ რომ თუ რაღაც სასწაული არაურია იმიტომ რომ ეტყობა რაღაცებში რა რაც კოჭებში ხო ნუ კოჭები იყოს თუ გინდა თითის ისინი მყესებში რა ვთქვა და ვიღაცები იცი რომ იცი ამიტომ ეს ფან ტიპია კაი ტიპია და აი მოდი მივცეთ რომ რაღაც 5 სერია მივცეთ რომ თავისი როლი შეასრულოს რა მაგრამ არა იმათ ხარჯზე ვინც პოტენციალურად ბოლო ხუთეულია ვინც კულინარიულად მნიშვნელოვანი არის რა ხო აი MasterChef-ის მსგავსი პროექტების მერე არის ჩემი აზრით რომ საქართველოში ძალიან განვითარდა ეს მზარეულობა ხელობიდან ხელოვნებამდე ხო რაღაცა დამსახურება მაგის არის მართალი ბევრი არასწორი წარმოდგენა შექმნა იმიტომ რომ ბევრი შეუქმნა ილუზორული წარმოდგენა თუ რა არის კულინარია და ბევრად უფრო ნაზი და მარტივი რაღაც გონიათ კულინარია იმიტომ რომ დავით ხა MasterChef-ი არ არის ნამდვილი სურათი იმის თუ რა არის კულინარია კულინარიის ინდუსტრია სულ სხვა რაღაცა არის სულ სხვა ცხოველი საჭმის კეთება არ არის კულინარიის თავარი ნაწილი რა კულინარიის თავარი ნაწილი არის წარმოების მართვა ლოჯისტიკა ტექნიკური მხარეები და ანუ და მოლოდინების მენეჯმენტი და ანუ ყველაზე გემრიელი კერძი არ არის ყველაზე კარგი კერძი ესე ვთქვათ რა შეიძლება ხანდახან კერძი უარესი იყოს ჯობია და უფრო კომერციულად კარგი იყოს ახლა მე მაგალითად როგორ ვარ იცი ძალიან დიდი მზარეული ნათვათარა ვარ მაგრამ აი ხატვარი რო არის ხო იცი აი დახატულს გადმოხატავს მაგრამ თვითონ ვერ და შეიძლება ინსპირაცია არ აქვს აი იმიტომ ფუძისეული ცოდნის ამბავი არის სხვა არაფერი ხო აი რაღაც რეცეპტს რო დამიდებ შეიძლება რომ ნუ ეხლა საუკეთესო ნამდვილად არ ამგონია მაგრამ ნუ რაღაცნაირად შეიძლება მე შემიძლია ვთქვა რომ პრობლემის garaში მგონია რომ გაიმეორებ ძალიან კარგი რეცეპტს მაგაზე არ არის ეგ რა ანუ იცი როგორ შეხედე შენ შეიძლება პრობლემის garaში გააკეთო ბევრად გემრიელი კერძი ვიდრე შეფმა გააკეთოს თუნდაც მე მაგას მე გავაკეთო მაგაზე არ არის კერძის შექმნა არის დაახლოებით იგივე მექანიზმი როგორც მაგალითად აი ისინი რა სკეილები რო გიტარაზე მაგალითად პიანინოზე ხო ცოტა პენტატონური რაღაც კლასიკური მიქსოლიდური რაღაც ხო რო არ ვიცი ტერმინები მაგრამ აი რო გესმის განლაგება რა ხდება ხო ნოტები რა რო მუშაობს აკორდები რო გესმის ყველაფერი და მე კომპოზიცია აწყობა და იმპროვიზაცია მარტივია როგორც მაგარ ჯაზმეს პრობლემის garaში შევლი იმპროვიზაცია ეგრეა მაგარ მზარეულს შე პრობლემის garashi მოიგონოს კერძი ადგილზე და ისიც ხომ მნიშვნელოვანია რომ ბევრი გემო გქონდეს გასტრინჯული რომ მე თუნდაც რეცეპტის garaშეც შეიძლება დამწყები იყო და ძალიან მოყვარული მაგრამ აი მე დააკავშირო ეს ამას ხო არ უხდება ეს რაღაცა ძირითად დამწყები ფაზაზე შეიძლება გამოიყენო მე მაგას ვუყურებ ხომ რომ პირველ რიგში თუ გინდა რომ კარგი მზარეულო არ შეგესინჯეს შეგეშინდეს გასინჯვის განსხვავებული რაღაცების მაქსიმუმად და არაადეკვატური კომბინაციების სუფრაზე და ტორტი და რაღაც თევზი რაღაც თუმცა ბოლოში ხომ სუფრაზე და ტყემალი და რაღაცები რა აი ცომის მეყარული უნდა წაგიღოს და ტორტი უნდა აიღო და ტყემალს ჩააწვა და ეს გასინჯო ხდება მომენტია რა აბა რა იქნება საინტერესოა რა McDonald's free რო ნაყინში ხო McDonald's free ახლა ეგ ისეთი რაღაცა ეგ უკვე მიღებული არის მომენტია რა
და ძალიან ლოგიკურიც, იმიტომ რომ ყველაზე გავრცელებული соусები არის ნაღების соусები. და ხო ოდნავ ისე რომ მომატო ბუნებრივია რომ მოუხდება მაინც მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ან ლოგიკური ბმები ცალკე არსებობს რაღაცეებში და ცალკე არსებობს რომ ყველაფერში ექსპერიმენტი აკეთე რა. ანუ აი გააქვს თან შანსი რაღაც თმანთან გასინჯო. მაგალითად აი ავოკადო და შოკოლადი რატო არ გეჭამია ერთ დარასდროს. არადო დაფიქრდი ძალიან ლოგიკური კავშირია, იმიტომ რომ შოკოლადის და ავოკადოს ორივე ტროპიკული ხილი არის. ხო. ამ მომენტია რა. ანუ აბა გასინჯო. გასინჯო ძალიან გემრიელი, თეთრი შოკოლადი მით უმეტეს. თეთრი შოკოლადი და ავოკადო. სულ მაგას მიყვარს მაგალითად. ხო ხები ანუ რაღაცები არის, რაც აი უბრალოდ ესე არ უნდა გაჩერდე. ჩაატ ისკენ გადადე რაღაც თებში ქართული სუპერს მაგიტო მაგარი რომ აი ერთ თებში შეიძლება 60 რაღაც ქონდეს და ფხალს მიაყო ეს და მიაყო ეს და დაატო სამოდან რაღაც და წკაპჭამო რა. ხო. და ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი კულინარიაში. უბრალოდ ნახო ერთმანეთთან რეები მოსდის რას რა. ხო, ძალიან საინტერესო. აი დიდ თებშია რომ ბევრი რაღაც კიდევ. აი იმენა აი მუცნაობა არის მაგარი მნიშვნელოვანი ნაწილი კულინარიისთვის. კი. ყავს მუცნაობა. გვიყვარს მუცნაობა. ერთი რაღაც არა მარტო აი ორი ან სამი რაღაც უნდა აღვიოს სულ ხოლმე რა. აი სოფლიო მასშტაბზე ქართველი მზარეულები ხო არიან და ოღონდ მგონია რომ ძალიან ცოტა, მაგრამ ისე სამომავლოდ რამდენად კონკურენტუნარიანები შეიძლება იყვნენ. ქართულ მზარეულის ეროვნებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია კულინარიას რომელს მსახურებიან ასე ვთქვათ რა. ქართველი მზარეულია, მაგრამ ქართული კულინარია ტოპ 7-ში, ტოპ 6-ში მალე იქნება, ეგრე მგონია, სოფლიოში რა. ეხლა უბრალოდ როგორ ვარ იცი რომ აი რაგბის ნაკრებები ვთქვათ რა, რომ აი სულ მოოდნია რომ უნდა და მაინც რა 10-დან 13-მდე ადგილზე მეყავთ სულ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცები გვიშლის ხელს და ეგ რაღაცები აღარ შეგვიშლის ხელს, მე კულინარია არ არის ინდივიდუალური სპორტი, ესე ვთქვათ, გუნდური სპორტია რა. ამიტომ მე მეკითხა 5-6 გლობალური მასშტაბის მზარეული საქართველოში არის, ვისაც უნარი აქვს, რომ ყველაზე მაგარ რესტორნებში იყოს, ძალიან მაგარი, უბრალოდ ეგ არის, რომ როგორც ანუ ზღუდავს ისო ქართველია, ხტები და ქართული კულინარიის გარეშე ქართველი ვერ წავაწინ. ეგ არის რა. ამიტომ კულინარია უნდა იყოს ძალიან გავრცელებული. როგორც ესპანელი ვერ გახდება ნორვეგიულ კულინარიაში, ძალიან მაგარი, ეგრეც რა. და მაგრამ მგონია რომ ინტერესი არის უკვე რაღაც დაინტერესება სოფლიოსგან. რა თქმა უნდა, მაგრამ მაგას უნდა ერთიანი ორგანიზებული შეტევა, ასე ვთქვათ რა და რომელიც ჯერ ვერ მოხერხდა. ხო. როდი შეიძლება ნეტა. ეხლა ვართ იმაში რა, აი ანეკდოტებში ვარ გადასული, იმიტომ აი რაღაც რესტორნებში ეს საკეისტო ყვეთით გაკეთებული ისინი რომ ხინკლები რო არის უცხოეთში, ხო იცი ჭრიან ხოლმე და შეგიძლია ხინკლები რო აკეთე ხინკალში, ეგეთი რაღაც უბედურებები. აჭარულმა ხაჭაპურმა ტვინი წაიღო, იმიტომ რომ ანუ აჭარული ხაჭაპური არ არის იმხელა ნაწილი ქართული კულინარიის, ამხელადაც ჩანს გლობალურად რა. უბრალოდ იმიტომ რომ მარკეტებელ არის, იმიტომ რომ აი ეს იწელება რა, მაგიტო ყველგან არის, მაგრამ მესმის გასაგებია, გემრიელია, ყველას უყვარს, მაგრამ აბსოლუტურად საკმარისია წელიწადში 3-ჯერ ჭამონ 2-ჯერ და არა იყოს თავარი კერძი ქვეყნის, ესე ვთქვათ რა. საქართველოში რამდენად დაფასებულია მზარეული? მე გულისხმობ ფინანსურად. ვერა. საერთოდ სფერო ზოგადად ისე მოწყობილი საქართველოში რა, ეკონომიკურად. ძალიან დაბალი მოგებიანობა აქვს, რაც უნდა წარმატებული იყოს. და ანუ ზოგადად მზარეული არც დაფინანსურად დაფასებული სოფლიოში. არც ქვეყანაში არ არის მზარეული რაღაც ანუ რავი, ექთანი და მზარეული ერთ დონეზე დაახლოებით რა იყო, ან კაი ვარიანტში. ეგრე მაშინ არაფერი შეიძლება არ იყოს დაფასებული, მაგრამ მეტნაკლებად ანუ ხო მეტნაკლებად რა პროშია და ხა ბანკის კლერკს შეიძლება დაფასებული იყოს, იმიტომ რომ ერთი დიდი ბენეფიტია კულინარიას რა, ეს დილი ხორი და ეს კაიფი, კაი რაღაც გაკეთების რა და დაჯილდოების მექანიზმი რა, სტრესის გამკლავების მექანიზმი რაც არის, უფრო ფანარი ვიდრე სხვა პროფესიებშია და მაგიტო კი ანაზღაურებად შეიძლება განსაკუთრებულად არაფერი არ იყოს დიდი, მაგრამ სხვა ბენეფიტები აქვს, ვთქვათ რა. სულ მეტად ფშიერი ახლა არასდროს. ხო, ეკი. ხო, მაგრამ მგონია რომ ეხა ამ ბოლო დროს უფრო, იმიტომ რომ ბევრი სწავლობს უკვე ამ კულინარიას და რაღაცა მიზეზი ხო ექნება რატო სწავლობს. მოდი ერთი ხაზი გავუსვათ ის უმეტესობა ადამიანი ვინც ჩანს ამბიცია პირდაპირ შეფობაზე და ამბიცია პირდაპირ ზემოთყოფნაზე. ეგ ხალხი თუნდაც მაგას ახერხებდეს, მათ შორის მეც რა ვიყო რა, ჩემი თავიც. ჩვენ არ ვართ კულინარიის დიდი წელი, ჩვენ ვართ კულინარიის პატარა თითქნა 1%-ით კი არა 0.5% ვართ. ნამდვილი კულინარია არის ის ხალხი, ვინც რესტორნებში მუშაობს. ის ხალხი, ვინც რამდენი 1000 ადამიანი საქართველოში მაქვს სფეროში, ალბათ ძალიან ბევრი, ალბათ 100-1000-ზე ლაპარაკი. ეგ ხალხი არის ნამდვილი კულინარები. და მაგათ დაფასებაზე ლაპარაკი, თორე ვიღაცამ ესე თქვა ისევ
თავის кейთერინგი აქ ბლოგი დაიწყო იქ რაღაცა TikTok-ზე რაღაცებს დებს იქ რაღაცა შოუში იყო ჩემნაირად მაგალითად რაღაცა ეგეთი ჩვენ ვართ ნათელი ნიმუში მაგას ის ჩვენ ვართ რაღაცა ხალხი მას მართლებს ან რაღაცა ალტერნატიულობას მიყვარს მანამდე ლაპარაკობდით სანამ დავიწყებდით პოდკასტს რომ ბევრი რესტორანი გაიხსნა და კვების ობიექტი თქო ამ ბოლო დროს საქართველოში თბილისში და აი ხა მაგალითად ვისაც სურს რომ დაიწყოს და შევიდეს ამ სფეროში რამდენად მომგებიანი ან რა მიმართულებას ურჩევდი რას იფიქრობ ამაზე ჯერ თუ არ გამოცდილება ამ სფეროში თავი დაანები მაგით დავიწყოთ პირველ რიგში გამოცდილება შეიძინე სრეს ხარჯზე და მერე ისქენ მერე ქენ მეორე ჩამაქრო ნეგესმოდეს რომ თუ სარესტორნო სფეროში გაქვს რესტორანი კაფე რაღაცა კი ჩათვლილი ყავს მუდმივად ცხათვის ბავშვი იმასაც სულ უნდა დევნა ეხა სწავლობს სიარულს ხან რას დაეჯახება ხან რას ჩამოვარტყავს რაღაც აი სულ ყურადღება უნდა მუდმივ ანუ არ არსებობს ის რომ აი მე დასვენი ბიზნესები და არაფერი ეგ არ გამოდის ან და მესამე ფულის ჩადება და მოდი მე შორიდან უყურებ და მოდი მენეჯერს ავიყვან არ მუშაობს თუ ფულს დებ შენ თვითონ უნდა იყო ჩართული აქტიურად პროცესში თავიდან ბოლომდე ხოლმე ესე რომ გადააბარო და ეგრე და ენერგიები გაკეთო გარანტიას გაძლევ რომ თუ ძალიან თანხას ლაპარაკი არა და ძალიან დიდ ხაფასს არ ვხდი მენეჯერს და ასე შემდეგ გარანტიას ვიძლევი რომ წელიწადით ან 2 წელი ვერ გაძლებ შენი ობიექტი რა თუმცა მაინც დილდა საღამომდე რომ მუშაობდეს და მოკლედ დაიღვაროს აი ამ საქმეში ეკნება მოგება მასიმო ბოტურა ეგეთი შეფი. ამას ადვიარ ვიძახი ყველგან უწლებია რა. მაგას აქ ლექციაზე რაღაც ნათქვამი რომ ერთ-ერთი ხერხიო რომ გახდე მილიონერიო ამ სფეროშიო, სარესტორნო სფეროშიო. არის რომ ჯერ მილიარდერი იყო. და ფული დაკარგო რა. ამიტომ გამიდრება თუ გინდა და ფინანსური მოგება თუ გინდა, ხო? ან მაშინ ნუ აი ყველაზე დაბალი ეშელონის კულინარია, რომელიც მისაღები შეიძლება იყოს. ეს არის დაბალი ეშელონის გულისხმობ რამფრევ რა, ანუ ყველაზე ნაკლებად skillful და ხელოვნებასთან დაკავშირებული. ეს არის შენი სახინკლი დიდი ეს თქო უსულო სახინკლეები, სამწვალეები და ასე შემდეგ, ქართული რესტორნები უსულო, ესენი საშაურმეები და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან კაი ბიზნესია, მაგრამ ანუ ეგეც როგორც იან თუ კაი ეგეც ან არის კაი ბიზნესი რა ეგეც გამართლებაზეა. გამართლებაზე ძალიან. საინტერესო რჩევა, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება დაეხმაროს. ხო და ამიტომ კიდე ბოლო რაღაცა კარგად დაგეგმეთ წინასწარ რაღაცები. ბრენდინგი გააკეთეთ კარგით, თორემ ბრენდინგი არ უნდა იყოს ეს ვიღაც დაუკვეთ. ბრენდინგი უნდა ბულიდან მოდიოდეს უნდა აბსოლუტურად. ანუ მოითმინეთ, ნუ შეგიყვარდებათ კონცეფცია, ნუ გადაყვებით რაღაც ამბიციებს. აი კონცეფციის შეყვარება ძალიან სწორი რაღაცა, იმიტომ რომ გაბრმავებს მე მისი ნაკლების მიმართ ხომ რა. აი ხო ერთი შენახოთ შეყვარებული ხომ და რომ აი შეყვარებული ხარ ადამიანს და რომ რაღაცებს ვერ ხედავ რომ რეალობაში ცუდი ადამიანია საერთოდ რაღაც. აი არ შეიძლება რა კონცეფცია ხშირ შემთხვევაში ხომ ანუ თუ გიყვარს ხუპავს იმიტომ რომ ვერ ხედავ ყველანაირსაც მას აქვს მაგრამ მე კონცეფციის გამოცდილ რომ შენ ცხოვრება მოარგო ყველაფერი მაგ კონცეფციას ანუ რას ვამბობ რომ ფართიზდებნაც რო იწყებ მაგალითად რესტორნისთვის ხო კონცეფცია თუ გაგონებაში ხო იმდენ კაი ფართს არ მიაქცევ ყურადღებას ცხოველწინო მენეჯერ რომელიც შეიძლება სხვა კონცეფციით ბევრად კაი რაღაც იყოს რა ანუ რავი ამიტომ იდეა მაგ და იდეას ნუ გადაყვებით რა იდეები მოდის მიდის პროცესია მნიშვნელოვანი პროცესის ჩართულობა პროცესის კეთე ანუ ხა არის ხელოვნების სიყვარულია და არა ხელოვნების ნიმუშის სიყვარული რა. აი გარი. ხო. ძალიან საინტერესოა ეგ. ბომბარი. დაგაგემოვნები. მომეცე ბომბარი. ბომბარ. მოკლედ ნახე როგორი რაღაცა მაქვს ესეთი ჩელენჯივით არის ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. აბა დააგემოვნე და მითხარი პირველი ლუკმის მერე რა შეფასებას გააკეთებდი. ესეც ბომბარია, ყველაფერი ბომბარია. პისტაშიო. ნუ აისკრიმ. სადავე წარმოებისა ინდა. ინტერესო. ხო. მგონი უკრაინა. კარგია, ხო? ძალიან გასავითარა. აჰა. ის ხაბია. ეს არის ხო? ეს მე მგონი კარამელით. ისე რაღაცა აი მის გემოაქ. კარგი გემრიელი ბაზა ნაყინისთვისაც წეთება ხომ მაგის საკუთრ და შაქრის garaშე რა. განსაკუთრებით ყვება არის უბრალოდ ყოველ ჯერზე არჩევანი რო გიდგება ხომ ოდნა უფრო კარგი ალტერნატივა გაკეთო ვიდრე გაქვს ხომ. თუ ტკბილი გინდა და მაგალითად სნიკერსი გინდა
ჯობია ესქნა ისევ რა. ამას რაღაც იმის შედედებული კარამელიზებული შაქრის გემო აქვს იმის ძის გუშონკის გემო აქვს. ეს გუშონკად მოვენატრა. ჭამე ბომბარი. თუნდაც. და ეხა ბოლოსკენ მაქვს ესე იგი ბლიც კითხვები. აბა. ძალიან რამდენიმე. ეს არის ჩემი სპონსორის ფიზის კითხვები. მომზადება დილით თუ ღამე? ღამე. რატო? მეორე დღის ვსაკეთებ ღამე ხომ ისეც ღამე უფრო მეტი სიმშვიდეა, ღამე უფრო სიწყნარი არის, ღამეზე მეტი ხალხი ხელს არ გიშლის, ყველავის ან დაღლილია ძნავს, ან ერთობა, ან რაღაც ეგეთი, ერთხელ შენთვის და აკეთებ საქმეს. შვენიერი პასუხია. მოხარშული თუ შემწვარი? ჩემთვის როგორც ბიოქიმიკოსისთვის განსხვავება არ არსებობს, მაგრამ არა, აი მოხარშული შემწვარი მოხარშვა ბევრად დიდი დიაპაზონის მატარებელი რაღაცაა, ამიტომ იყოს მოხარშვა. ოკეი. ქათამი მაყვლით თუ თევზი ქინძმარში? ქათამი მაყვლით. ევროპული თუ აზიური სამზარეულო? აზიური. და ბოლოს ლიმონადი თუ წვენი? ლიმონადი. ჩვენი ფიზის ლიმონადი მოგეწონა? მე მომწონს რომ ეგეთ მაღალ ტექნოლოგიური პროცესის სახში შემოტანა შეიძლება მარტივად. ხო. ეს არის. დანარჩენ გემოვნებაზე ყველაფერი, მაგრამ ეს თვითონ როგორც მექანიზმი კარგი არის. ათოსაც მე. ძალიან მიხარია. იმედია მოგეწონა. კი, ყველაფერი ძალიან კარგი იყო, გავერთეთ ძალიან. სასაჩუქრე ნაკრები ბომბარისგან. დავშე. მოკლედ ჩავსკდეთ ტკბილეულებით. ჩავსკდეთ ტკბილეულებით. გახსენი გინდა შიგნით არის ასევე უშაქრო მოხიტო, ჩიფსები და უშაქრო მოხიტო. კი. აი ეს გაზიანი სასმელი. მთელი ხაზი აქვს ისა? კი. აი ეს ჩიფსებიც არის. არა, უცნაური ბრენდი არის. მოკლედ ეს არის მადის აღზრდელი პოდკასტი, სულ ეს იყო დღევანდელი ეპიზოდი. იმედია საინტერესო გამოგვივიდა. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.